პროფკავშირების სამრეწველო რევოლუციის შედეგია და ამიტომ ლოგიკურია, რომ პირველი პროფკავშირები დიდ ბრიტანეთში ამ რევოლუციის სამშობლოში მე-18 საუკუნეში გაჩნდა. 4 წლის ძრავის გამოგონებამ ფაბრიკა-ქარხნების რიცხვი გაზარდა. გლეხები მიწებს ტოვებდნენ და სამუშაოდ ქალაქში გადადიოდნენ. მუშებს ზოგჯერ 18-20 საათი უწევდათ შრომა ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში. მათ საკუთარი ინტერესების დასაცავად მეპატრონეების წინააღმდეგ დაიწყეს გაერთიანება, რომელიც სულ უფრო და უფრო ორგანიზებული ხდებოდა. მმართველი გუნდი და მუშათა კლასი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში აღმოჩნდნენ. ინგლისში ჯერ კიდევ 1800 წელს მიიღეს კანონი, რომელიც მუშებს პროფკავშირში გაერთიანებას უგრძელებდა და დემონსტრაციების ჩატარებას პატიმრობის სჯიდა. თუმცა ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია 1886 წლის 1 მაისს ამერიკაში ჩიკაგოში მოეწყო. ხელისუფლება მუშათა მოძრაობის ლიდერები დააპატიმრა. მათგან 4-ს მოგვიანებით სიკვდილი მიუსაჯა. 1899 წელს 1 მაისი მშრომელთა დღედ გამოცხადდა. ეს დღე საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში პროფკავშირები ევროპასა და ამერიკასთან შედარებით გვიან მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. თუმცა ორგანიზაციის ადრეული ჩანასახები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გვხვდება. პროფესიული კავშირების მსგავსი შინაარსობრივი და თვისობრივად მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში გვევლინებიან ასეთი ამქრული გაერთიანებების სახელით არიან ცნობილი. ეს არის პროფესიული ნიშნის მიხედვით გაერთიანებული მკერავთა, ხელოსანთა, ოქრომჭედელთა, პარიკმახერთა, ნოქართა, ასე ვთქვათ, მაშინ გაერთიანებები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში გარკვეული პროფესიების მიხედვით იყვნენ გაერთიანებული იმ ნიშნით, რომ წინ წამოეწიათ თავისი პროფესიის მახასიათებელი ნიშან-თვისებები. ძიმე სამუშაო პირობების გამო მუშები დემონსტრაციებს პროფკავშირის შექმნამდე აწყობდნენ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 1872 წელს თბილისში მირზოევის ბამბის ქსოვილთა დამამზადებელ ფაბრიკაში მოეწყო. სტუდიარე პროფკავშირის შესახებ ხალხის აზრით დაინტერესდა და გამოკითხვა ჩაატარა. რა იცით პროფკავშირების შესახებ? ჩვენ გპ-ში არის პროფკავშირები და კარგად ფუნქციონირებს. არაფერი. დიდი ხანი არაფერი მსმენია. ეხლა არავით არ. არ ჩანს. დღევანდელ პროფკავშირი არსებობს საერთოდ? მე მგონია რომ არ არსებობს. პროფკავშირი ძალიან ძლიერი ძალა რა. ამერიკაში ხო სხვანაირად არის რა. პროფკავშირებს აქვს ძალიან დიდი ადგილი, ძალიან დიდი როლი. მიაქვთ რა. ყველაფერში უნდა ჩაერიო. როგორ ადამიანის უფლებები, მუშის უფლებები რატომ უნდა ირღვევოდეს? დღეს არ ვიცი, მაგრამ ადრე რასაც საქმიანობდნენ, როგორც გამიგონია ძველებისგან, ეს არის ის, რომ იცავდნენ მოქალაქეთა უფლებებს, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო სამსახურში. თითქმის ნოლი, არაფერი ინფორმაცია არ აქვს პროფკავშირებისა. იმიტომ რომ საერთოდ პროფკავშირები თუ მუშაობს ისიც არ ვიცი. ნოლია პროფკავშირები საქართველოში ახლა ჯერჯერობით. ესენაც ის ძალიან უძლურია დღევანდელ დღეს პროფკავშირი და მე მგონი არავითარი შვებას ვერ გზნობს ხალხი, რომ ყავს პროფკავშირული ორგანიზაცია და რამე ქმედიც აკეთებს. ანუ დღევანდელ დღეს მათ საქმიანობის შესახებ არაფერი. აბსოლუტურად არაფერი არ მსმენია. და რაში დახმარებია? კი, დახმარებია, ერთხელ დამეხმარა ძალიან ისე მიჭირდა. მაშინ შვილი ყავდა ავარჯი. ხო და ფინანსური დახმარება მომიჩინეს, დაახლოებით 25%-ით დამეხმარა. კომუნისტების დროს პროფკავშირები ძალიან დიდ როლს ათამაშობდნენ. ზოგიერთ გაფუჭებულ ხელმძღვანელს რომ დენ თავისუფლები და უსამუდოდ პროფკავშირებში იცვლებენ და პროფკავშირები აღადგენდნენ. მინდა ხალხს დაეხმაროს რა. აი ახლა გამოსულა იყო. სულელობა იყო. გამიხადა რომ პროფკავშირებს რაღაცა წამოიწია წინ რა, მეგრე მგონია. და მინდა რომ ძლიერები იყო. თქვენი აზრით დღეს უნდა არსებობდეს პროფკავშირები? კი, ალბათ უნდა არსებობდეს. ახლა მე მეტი ურთიერთობა არ ქონია, მაგრამ გადავით ათაბასებ მათ საქმიანობას. პროფკავშირები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა ადამიანის უფლებების ასე თუ ისე რაღაცნაირად მაინც უნდა მოეხმაროს და დაიცვას რა. ვის კისერზე უნდა არსებობდეს ეს პროფკავშირები? თუ ისევ ხალხის კისერზე, მაშინაც ხალხის კისერზე იყო და რაღა რო იტყვიან წურველა ორგანიზაცია იყო და ეხლა თუ ისეთი წურველა მაშინ ეგეთი პროფკავშირები არ გვჭირდება. მე მგონი რომ უნდა არსებობდეს. მე ვფიქრობ რომ უნდა ვინც მუშაობს იმისთვის ძალიან ხელმისაწვდომია პროფკავშირები. მე მგონი კი აუცილებლად. სოფლიოს ყველა ქვეყანაში ეს პროფკავშირები და მე მგონი ჩვენთანაც აუცილებლად უნდა არსებობდეს. მოგესალმებით, სტუდიარე დავაზობ თავის მორიგ დისკუსიას. დღეს ჩვენი სადისკუსიო თემა განაპირობა
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის ჰერკულესის მუშათა გაფიცვამ და იმ აქციებმა, ანგრებოდ იმ შედეგებმა, რომელიც ამ გაფიცვას მოყვა, ცალკე საგაფიცვო კომიტეტის მხრიდან, ცალკე ადმინისტრაციის მხრიდან, ქარხნის და ცალკე ხელისუფლების მხრიდან გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, იმიტომ რომ როგორც თქვენთვის ალბათ ცნობილია, სამი მონაწილე აი ამ საგაფიცვო კომიტეტისა დააპატიმრეს კიდეც 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ადმინისტრაციული წესით. სწორედ აი ამ ფაქტმა გვიკარნახა, რომ ჩვენს მაგიდასთან ვისაუბროთ შრომის უფლებებზე, ვისაუბროთ პროფკავშირულ მოძრაობაზე, ვისაუბროთ სამართლებრივ მხარეზე, აი ამ ფუნდამენტური უფლების დაცვისა და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია იქნება ძალიან საინტერესო თქვენთვის, მაშინ მონაწილეობას მიიღებს კოალიცია ევროპული საქართველოსთვის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თინა თინავალიანი, საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენელი რაისა ლეპარტელიანი და მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენს დისკუსიაში მონაწილეობისთვის. თუ შეგვიძლია უკვე თავად ფაქტის აღდგენას უკვე შეიძლება დიდად არც კონდეს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მაინც მეტნაკლებად ცნობილია რაც მოხდა ქუთაისში. თუ შეგვიძლია მოკლედ ავსახოთ, რა მიიყვანა მუშები გაფიცვამდე. და იყო თუ არა ეს გაფიცვა? კი, რა თქმა უნდა, ეს იყო გაფიცვა სრულად კანონიერი, თუმცა გაფიცვა არ დაწყებულა აგვისტოს თვეში, არც სექტემბრის თვეში. გაფიცვა და პროტესტი ამ საწარმოში დაიწყო 2010 წლის აპრილის თვეში, მაისის თვეში, როდესაც დასაქმებულებმა გააპროტესტეს დაგვიანებული ხელფასები და მინდა გითხრათ, მაშინ იქ არც პროფკავშირი იყო, არც ერთი ადამიანი პროფკავშირის წევრი მაშინ არ იყო და მოაწყოს ველური გაფიცვა, ანუ სტიქიურად გააჩერეს ღუნელები, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყეს მოთხოვნა იმ დაგვიანებული ხელფასებისა. ამ ფაქტს მოყვა ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან ცუდი რეაქცია, გამონძახებული იქნა მაშინაც პოლიცია. პოლიციამ მაშინ 7 ლიდერი დააპატიმრა და 20 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯა. და მოყოლებული იმ დღიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ მთელი წლის განმავლობაში ადმინისტრაციას, კომპანიის ადმინისტრაციას თითითიძე არ დაუკარებია იმისათვის, რომ კომპანიაში, ქარხანაში უშუალოდ გამოსწორებულიყო გნებავთ შრომის პირობები, გნებავთ საყოფაცხოვრებო პირობები, გნებავთ ხელფასების საკითხი, უფრო ცუდიც მოხდა. მათ დეკემბრის თვეში დააკლეს ხელფასები, მერე აპრილის თვეში გამონამუშევარი ხელფასი, როდესაც დაიანგარიშეს ცulis უფროსებმა და თითო მუშას რო ეკუთვნოდა 1100 და 800 და 900 ლარი ხელფასი, მათ უთხრეს, რომ ბუღალტერიამ შესტომი დაიანგარიშა და ყველას მიცეს 450 ხელფასი. ეს მუხტი დაგროვდა პროტესტის და უკვე ივლისის თვეში ამ ხალხმა ეს ხალხი დაგვიკავშირდა ჩვენ და გთხოვეს ჩავეულიყავით რაიმე გზები მოგვეძებნა, რომ ადმინისტრაციასთან დაწყებულიყო კოლექტიური მოლაპარაკებები ყველა იმ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ 22 ივლისს პირველი წერილი გავგზავნეთ ევრაზიის სტილის ადმინისტრაციას ჩემი სახელით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 151-მა თანამშრომელმა პროფკავშირის მეტალურგთა პროფკავშირის მიანიჭა უფლებამოსილება შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. უფლებამოსილება, რომ მათი სახელით გვესაუბრა ჩვენ ადმინისტრაციასთან, მართალია გუშინდელ გადაცემაში ბატონი მიხეილ თავხელიძე აცხადებდა, რომ იქ პროფკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ეს მინდა გითხრათ, რომ მტკნარი სიცრუეა 151-მა კაცმა. სულაც არ არის საჭირო პროფკავშირში გაწევრიანება, შეუძლია წერილობით, მინდობილობით მიანიჭოს რწმუნებულება ნებისმიერ პირს, ეს პროფკავშირი იქნება თუ უბრალოდ გამლელი. და ჩვენ დავიწყოთ მათი უფლებების დაცვა, უпроსორად კოლექტიური მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვედით ადმინისტრაციასთან და შედეგი როგორ იქნება? არანაირი რეაგირება მე მინდა გითხრათ და სწორედ ეს ამ სამი თვის განმავლობაში არავინ არ აგვისტოს პირველი ნახევრის მცდელობის შემდეგ, რომ ჩვენ კოლექტიური მოლაპარაკება დაგვიწყო, რეაგირება არ ყოფილა და ყველაზე ისეთი მკაფიო პასუხი იყო 11 აგვისტო, როდესაც 6 კომიტეტის 6 წევრი განათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ დაუშვათ ითხოვდნენ კოლექტიურ მოლაპარაკებებს.
იყო აი ეს მოთხოვნა ლეგიტიმური კოლექტიური ხელშეკრულებით ანგრევებთ იმ უფლებების ან იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, რაც მათ წამოაყენეს. საკურველია ეს მოთხოვნები იყო ლეგიტიმური, რადგან ამ ადამიანებს ჰქონდათ მართლაც გაუსაძლისი პირობები მუშაობისა და ნახი ეს პირობები ყოფილხართ? მე სამწუხაროდ არ მაქვს ეს პირობები ნანახი, ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ თვითონ ამ მუშების მონაყოლიდან და ჩვენს ადვოკატებს აქვს ნანახი ის დაზიანებები, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ მიღებული. ეს უკვე შემდგომ. დიახ. ანუ დაზიანებები იყო მიყენებული 1 წლის წინ და იმაზე წინ, ოღონდ კვალია. საუბრობთ დაზიანებებზე, რომელიც მათ შრომის პროცესის დროს მიიღეს იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ დამცავი ტანსაცმელი, არ ჰქონდათ სათანადო სამედიცინო მომსახურება. მათ ნახეს ისეთი მუშა, რომელსაც დამწყრობა სახეზე ჰქონდა უკვე და შეხვეული ხელით დადიოდა სამუშაოდ, იმიტომ რომ არ ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იქ და ვერც ამბობდა იმას, რომ დამწვარი იყო, თქვათ, იმიტომ რომ ამის გამო შეიძლებოდა რომ საყვედური მიეღო თავისი ხელმძღვანელობისგან. რამდენად მართებული გადაწყვეტილება მიიღეს მუშებმა, როდესაც ასეთი პირობები იყო და თქვენს რომ ჩვენ ახლა უნდა გავიფიცოთ. მათ აქვს ამის უფლება, თუ არ აღმოაყოფილებთ სამუშაო პირობებს, სადაც მუშაობენ, მათ შორის შეიძლება არ აღმოაყოფილებთ ხელფასი, რომელსაც იღებდნენ და გარდა ამისა, თუნდაც იგივე ის უსაფრთხოების გარემო, რომელიც იქ არსებობს, მათ აქვს ამის უფლება, რომ გაიფიცონ. და ასეთივე გამართლება შეიძლება მოეძებნოს დაუშვათ ადმინისტრაციის აქციასაც, რომ შეუძლიათ რომ გაუშვას სამსახურიდან. ადმინისტრაციის აქციის გამართლება არ ჭირდება, ადმინისტრაციასაც ასევე აქვს უფლება, რომ ან მიიღოს და დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომელსაც დაქირავებული თანამშრომლები მას წარუდგენენ, ან არ დააკმაყოფილოს და მათ შორის მას აქვს უფლება, რომ გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან. გაფიცვის პერიოდში ადამიანების განთავისუფლება სამსახურიდან, გამოცხადებული გაფიცვის პერიოდში სასტიკად იგრძელება გამონდობა. და ის თანამშრომლები, ვის თქვენ ახსენეთ, ეს 6 ადამიანი, რომელიც გაათავისუფლეს 11 აგვისტოს, ის ითვლებოდა გაფიცვის პროცესად. გაფიცვის პროცედურები დაწყებული არ იყო, თუმცა აშკარად დადასტურებული ფაქტია, რომ ამ ადამიანების მიმართ განხორციელდა დევნო პროფკავშირული ნიშნით. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი დოკუმენტი. ისინი ყარი პროფკავშირების თქმით, 4 აგვისტოს, არა, 22 ივლისს არ იყვნენ, როდესაც ჩვენ კოლექტიური მოლაპარაკება შევთავაზეთ. 4 აგვისტოს იქ პროფკავშირი შესაბამისად ადმინისტრაციამ დიდი ალბათობით არ იცოდა ის გაწევრიანება პროფკავშირში, გაანთავისუფლა ძველი რაღაცების გამოსვლა. შესაბამისად ადმინისტრაციამ ამით მანიპულირება დაიწყო, მაგრამ მე შემიძლია განახო წერილები 10 აგვისტოს ჩვენ მივწერეთ ოფიციალურად, ვაცნობეთ რომ პროფკავშირი შეიქმნა, ვაცნობეთ რომ 11 კაცი კომიტეტში არჩეული და ვთხოვეთ რომ არ იყოს დევნა ამ ადამიანების მიმართ სვის მესამედლეთა მაინც არ ის რომ ისინი გაწევრიანდნენ რაღაც არასამთავრობო სტრუქტურაში, ამითი რა იმუნიტეტი შეიძლება დამქირავდეს, მაგას აფექსირებს მნიშვნელობა აქვს. თუ არ აწყობს იმ ადამიანთან მუშაობა, არ აწყობს და ათავისუფლებს რა იმის ბიზნესი არის, იმის საკუთრება არის, როგორც უნდა ისე მოიქცევა. ასე არ არის, არსებობს საკუთრებო ვალდებულებები, ის რომ გაფიცვლება ამ ხალხს ჰქონდა, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ მეორე მხრივ არის შემხոտო ვალდებულებებზე, რაც ადმინისტრაციას ჰქონდა. პირველი, როდესაც იქნება პროფკავშირული ორგანიზაცია საწარმოში, პირდაპირ კანონით პროფკავშირების შესახებ, კერძოდ ეს არის მე-12 მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ავალდებულებს დამსაქმებელს აწარმოებს კოლექტიური მოლაპარაკება პროფკავშირებთან და დასაქმებულებთან, თუ კი ისინი გამოვლენ ასეთი ინიციატივით. აქ არის საუბარი კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებასთან და არა, რა თქმა უნდა, კოლექტიური ხელშეკრულების დადებასთან. ხელშეკრულება იქნება ეს კოლექტიური თუ ნებისმიერი სახის, დამოკიდებულებების თავისუფალი გამოხატვის პრინციპზე და რა თქმა უნდა, ასეთი ვალდებულება კანონმდებლობაში არ არსებობს. ამას გარდა რა განსხვავება არის, რაზეც საუბრობს ბატონი ზურაბი, ეს იქნება პროფკავშირელი, თუ არ იქნება პროფკავშირები. აქ მხოლოდ პროფკავშირის წევრობაზე არ არის საუბარი, ეს ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ 11 აგვისტოს, ყველა მათგანი 6-ვე იყო კომიტეტის არჩევითი წევრები, თავმჯდომარე და წევრები. პროფკავშირის კომიტეტი, პირველად ორგანიზაცია როცა ყალიბდება, ორგანიზაციაში იქნება კომიტეტი, რომელიც თავმჯდომარეც და მისი წევრებიც ირჩევა დასაქმებულების მიერ, პროფკავშირის წევრების მიერ და კანონში პროფკავშირების შესახებ პირდაპირ არის ვალდებულება, რომ თუ კი ასეთი არჩევითი, ყველა პროფკავშირის წევრს არ ეხება ეს, თუ კი არჩევითი პროფკავშირული ლიდერის გათავისუფლება ხდება სამსახურიდან, ამისთვის სავალდებულო მოთხოვნა არის, რომ არსებობდეს პროფკავშირის თანხმობა.
ინფორმირებულობა იმის საუბაზე, რომ ამ ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ადმინისტრაცია ინფორმირებული ამის თაობაზე, ამაზე ოფიციალური მიმართვა არსებობდა, როგორც კი შეიქმნა პროფკავშირი და ისინი არათუ ინფორმირებული იყვნენ, ძალიან დეტალურად იცოდნენ, მიიღონ კომიტეტის წევრები, შემადგენლობა მისი და სწორედ ის ხალხი და სწორედ ამ შემადგენლობიდან გაუშვეს პირველი ნაკადი გათავისუფლებულების და სწორედ წარმოადგენენ კომიტეტის წევრები. ანუ აქ არის ძალიან დიდი განსხვავება. რაც შეეხება გაფიცვის მერე რაც ხდება. გარდა იმისა, რომ ზოგადად კანონმდებლობით შრომის კოდექსის მოგეხსენებათ პროფკავშირები თავიდანვე მიიღებული იქნა თუ 2006 წელს არსებული რედაქციის კოდექსი, მის მერე აპროტესტებს ამ კოდექსს იმის გამო, რომ ის თეორიულ საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და არ შეესაბამება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია ამის თაობაზე, თუნდაც გაფიცვის პროცედურთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები, რომ გაფიცვის უფლების გამოყენება, რეალიზება საქართველოში არის ძალიან რთული, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი და ეს არის ამის მიზეზი, რომ ქვეყანაში თითოეულ შემთხვევებია გაფიცვის. რაც შეეხება გაფიცვის შექმნა განზოგადებას ალბათ გაფიცვის ან როგორ ხდება ამას კი ბატონო, მაშინ ადმინისტრაციის ვალდებულებებზე ვისაუბროთ. მას შემდეგ რაც კი რაც გაფიცვა ეწყო ადმინისტრაციას და ორივე მხარეს ვალდებულება აქვს კოდექსის თანახმად, შრომის კოდექსის თანახმად, რომ შემათანხმებელ პროცედურებში მიიღონ მონაწილეობა. რაც აბსოლუტურად იგნორირებული იქნა ადმინისტრაციის მხრიდან, გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდგომაც და ძირითადი გაფიცვის შემდგომაც. ეს ნორმა შეიძლება მხოლოდ ნებაზე მივანდოთ და უშუალოდ დამსაქმებლის, რომ მან ასეთ შემთანხმებელ პროცედურებში მიიღოს. აბა ვის ნებას უნდა მივანდოთ? ვალდებულებაა კანონით. აქ ნებაზე არ არის. ხო, არა, შეიძლება კანონით არის ესეთი ვალდებულება, ესეთი ვალდებულება არის, რომ ეს არის ძალიან ცუდი კანონი და მე ასეთ კანონს ხარს ვაძლევ. კოდექსი ვარვარდა თქვენ. გავსი ცუდი კანონები, კოდექსი ვარგა, კოდექსი ძალიან კარგია, სულ არსებობდეს კიდევ უკეთესი იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დასკვნები არსებობს, თუმცა ეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამორჩევიან ესეთი სოციალისტური ტენდენციებიდან უზრუნველყოფილია, რომ ისინი ეს რაღაცებს აკრიტიკებენ. ეს საბოლოო ჯამში სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შრომის საერთაშორისო ხო, რა შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს სოციალისტური გადახრებით, თუ პრეზიდენტს არ შეიძლება აქვს ამერიკის პრეზიდენტსაც აქვს გადახრებით. სოციალისტური გადახრება ნუ აი რასაც მოქალაქეზე ორიენტირებული ნიშნავს, რომ ადამიანებს ხელი არ უნდა შეუშალო იმაში, თუ მათ აწყობთ, რომ იყვნენ დასაქმებული რაღაც პირობებში. თუ თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს, რომ ისინი რაღაცა გაიფიცონ და რაღაცა იმედებს აძლევთ, რომ ამით შეიძლება რაღაცას მიაღწიონ და მე ისინი ამის გამო კარგავენ სამსახურს და იქ 20 მეტ ადამიანმა დაკარგა სამსახური, მაშინ ჩემი წინადადება იქნება თქვენ პროფკავშირებმა, რომელსაც რამდენი მილიონი გაქვთ პრომოვა წლის განმავლობაში დაასაკვეთ ეს ადამიანი რაღაც ბიზნესი დაიწყო და თქვენ შეუქმნით ისე სამუშაო ადგილი. არა, რამე შეუძლია უფლებებზე შექმნილი და პერსპექტივები სამუშაო ადგილები დაასაკვეთ და შეთავაზეთ უპირატესობებით. ამის შემდეგ ექნებათ იმისი ლეგიტიმური უფლება, რომ იმენ სხვა გამსახურები დააკრიტიკონ. ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენც მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა რაისამ გაფიცვებზე ბევრი ისაუბრა, მინდა ერთი რამე აღვნიშნო. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არავის მოუწოდეთ გაფიცვისკენ, მინდა გითხრათ. პირიქით ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, როდესაც კოლექტივი მოწოდებულია მეტალურგებს მოუწოდეთ თქვენ გაფიცვის. ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ მათთან ერთად. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მე მათ ვარწმუნებდი, რომ ჯერ საჭიროა ყველანაირი გზა მოლაპარაკებისთვის. და ყველას, ვისაც ესაუბრებით მუშებს, დასაქმებულებს და როდესაც ტრენინგებს ვატარებთ, ყველას ვეუბნებით, რომ გაფიცვა ეს არის საბოლოო უკიდურესი მეთოდი ურთიერთობისა იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია ვერ გაიგებს დასაქმებულთა ენას. აი მაშინ უნდა გამოიყენო და ყველას ვაფრთხილებთ, რომ გაფიცვას შეიძლება მოყვეს შედეგად ნებისმიერი რამ. ეს გავს ატომურ ბომბს. შეიძლება სულ დავკარგოთ ყველაფერი, მაგრამ შეიძლება მოვიპოვოთ ყველაფერი. ამიტომ პროფკავშირები არასოდეს არ მიუთითებს არც ერთ დასაქმებულს, რომ მოდი ახლა დავიკაპიტოთ ხელები და დავაჩენოთ ქარხანა. ეს ხდება საბოლოო რაც მოიპოვეთ ზესტაფონის პეროშინოვთა ქარხანაში, რაც მოიპოვეთ ყირიმის შახტებში და რაც მოიპოვეთ სხვათა შორის ქუთაისში. შეიძლება დამთავრდეს ეს იმით, რომ ქუთაისში ამ ინდოელმა ინვესტორმა გაიტანოს ეს თავის ინვესტიცია საქართველოს და დატოვოს 350 ადგილობრივი დასაქმებული უმუშევრად. იცით რა ადამიანებს ამაზე პასუხს ის რიგითი ადამიანები გაიტანოს თქვენი ორგანიზაცია. რატო შეიძლება გაიტანოს ინვესტიცია ინვესტორმა? ძალიან მარტივად, იმიტომ რომ რასაც ითხოვს პროფკავშირი, აქ იმაზე კი არის საუბარი, კარგი სამუშაო პირობები, იქ შეიძლება არის საზიზღარი სამუშაო პირობები, მე და თქვენ და არც თქვენ დარწმუნებული დავიმუშაოთ. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ ინვესტორს ეს რაღაც პირობების გაუმჯობესება, ისე როგორც ხელფასების მატება თუ ნებისმიერი სხვა რამე, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ფულში, უჯდება, ეს არის მისი ხარჯი. ხარჯი დაუსაუბროს, რომ ეს უნდა მიიღო ხელფასი მუშას, ან 900 ლარი. ეს სხვა რამე შეიძლება წავიდნენ და იჩივლენ, ახლა ელემენტარულია. მე რო ჩემო დამქირავებმა ხელფასი არ გადამეხოთ, მე წავალ და უჩივლებ. ეს სხვა ის რო ხელფასს უგვიანებს, ეს არის ცალკე თემა. აქ
საუბარი მაგაზე რა საუბარი არის იმაზე რომ საშხაპე მოუწყდა ხო თქვენთვის არის ელემენტარული მინდორებს ეს არის ჯიბიდან გასული ფული ხო ნებისმიერი კაპიტალისტები ეს არის ჯიბიდან გასული ფული იმას აქვს დათვლილი რამდენი მოგება უნდა ნახოს თუ ეს მოგება უცირდება ეს ნიშნავს რომ იმას შეიძლება ეს ფული საქართველოში კი არ ჩაედო სომხეთში ჩაედო შუა აზიაში მოიგებდა და თქვენ წვითავთ არ უნდა ზოგადეს გააკეთეთ ეგეთი სამუშაოები შექმნეთ და დაასაბეთ 350 ადგილები და მე მოგისმენთ მე თუ მეკითხოთ თქვენ ამას აკეთეთ მე დაგიჯერეთ თქვენ დაგისაკუთრებთ არავინ და სხვა დასაკუთრებები და პროცენტი არსებობს ეგეთი ორგანიზაცია მაგრამ რაშოს ორგანიზაცია ითვალა გააკეთეთ გამშობ ორი ისეც არ არის იმან გააკეთა ეს ორგანიზაცია თქვენც გააკეთეთ ჩვენ რა უნდა ვაბადებით ის ვიც ამოდით პროფესიონალ საკითხი ბიზნესს და დაასაკუთრეთ ეს ადამიანი შეუქმნელი ალტერნატივა მაშინ მოაკრიტიკებ ესე ვიღაცამ შექმნა ბიზნესი ეგ არის ჩვენი ინტერვიუ საქმეს მაგაში თქვენი ორგანიზაცია ხო ცხრაგორი ამაზეცია არის ზოგადად არის როგორც ბიოლოგიური პარაზიტიზაცია არის რაც არის რაღაცა სამბურში ჩვენთვის თავარი არის გუგლილი არ არის მე არ მოგიწევია კაბუტონაცია ჩვენთვის თავარი არის რომ ახლა შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს მაყურებელმა რა თქმა უნდა უკვე დავწმუნდით რომ თქვენ განსხვავებული ხედვა რომ გითხრათ რომ მე ეს მოლოდინი არ მქონდა ან ჩვენი გადაცემის მომზადებელ ჯგუფს არ მქონდა ამის მოლოდინი რომ განსხვავებული პოზიციები არ მქონდათ არ ვიქნები მართალი მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენ მაყურებელს რომ ისმინოს თქვენი არგუმენტები ამიტომ გთხოვთ რომ ერთმანეთს ვაცალოთ და თხოვნა მექნება თინგოსთან უბრალოდ მაინტერესებს რა შეიძლება ამ დროს გააკეთოს მუშა როდესაც იგი ვერ იცავს თავის უფლებებს. აი ამბობს ბატონი ზურაბი რომ ის შეიძლება გაუშვან სამსახურიდან. და ინვესტორის უფლებაა ეს, დამსაქმებლის უფლებაა, უფრო მეტი რენტაბელობა რომ მიიღოს და დაიმშვიდობოს ამუშავს. არ ჭირდება მას. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს გააჩნია თავისი ინტერესები, დასაქმებელს თავისი ინტერესები გააჩნია ყოველთვის, დამსაქმებელს თავისი ინტერესები და ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მესამე ძალა, რომელიც ანეიტრალებს ამას და არეგულირებს მათ ურთიერთობას. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ადგენს ამის არსებობს სახელმწიფო ზუსტად რომ ყველა ადამიანის უფლება დაიცვას და დაარეგულიროს ურთიერთობები და ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნას. ამისთვის არის შექმნილი კანონმდებლობა ძალიან მარტივად რომ ვთქვათ და შორსტა გვყავს მე მგონი ხა ამაზე კამათი უნდა არსებობდეს საერთოდ შრომის კოდექსი თუ არ უნდა არსებობდეს ჩემი პირადი პოზიცია რომ უნდა არსებობდეს და რაღაც მესამე ნეიტრალური ძალა ეს უნდა არეგულირებდეს სწორედ იმას რისი უფლება აქვს ერთ მხარეს რისი უფლება აქვს მეორე მხარეს და როგორ უნდა მოძებნონ გამოსავალი იქიდან ისე რომ ისინი მაქსიმალურად თანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული და არა მხოლოდ დამსაქმებელი, როგორც ამ შემთხვევაში ვაპარაკობთ, იყოს უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული, იმიტომ რომ მხოლოდ ორი მხარე ხდება ერთმანეთს, ერთს უნდა მუშაობა, მეორე არის მეორეს აქვს რაღაც რესურსები, რომელიც სათარი გადაიხადოს რაღაც ტიპის სერვისში, მომსახურებაში. თუ ესენი თაფთები ამას აწყობს მიღებული რაღაცა ბენეფიტები, ხელფასს და რაღაცა. თაფთება თუ ამას აწყობს იხდის, თუ არა შეიძლება სხვაგან ეს მიდის ეძებს სხვა. ალტერნატიული არ უყოფებიან კონტრაქტის დადების მომენტში რეალურად არის. სანამ დადებები არ დასკა, სანამ დადების მომენტში დამსაქმებელი და დასაქმებული ხდებიან მორალურად და რეალურად, მაგრამ შეიძლება ახსნათ ზუსტად მორალურად რას ნიშნავს. როგორ არ შეიძლება გამოცვი დაახლოებით 23 საათი ყოველთვის ქონდა იმის უფლება რომ ან მუშავა, ან არ მიმუშავა. თქვენ არ მიმუშავეთ ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც მუშავა ბევრი ტიპის. დასაძებია მეოთარი მაშინ ამის მორალურად და არ თავს ბატონმა ამაზმა თავისი განმარტება. თქვენ არ მიმუშავეთ ჭიათურის მაღაროზე, სადაც ადამიანი რომელიც ჩამოვიდა ყველა თქვენ მორალურად არ იყოფებიან თან მორალობის თანაბორობა ასე რომ ამჩნევთ თუ გაუშვათ გეყოფათ მოთმინების უნარი მოითმინოთ და მომისმინოთ. ვცდილობ რომ არ შეგაწყვეტინოთ როდესაც თქვენ საუბრობთ. ჭიათურის მაღაროზე როდესაც ადამიანი ჩამოვიდა სოფელ ბულიკაურიდან მას აქვს ერთი მიზანი რომ დაიწყოს მუშაობა. ის აღარ აკვირდება კონტრაქტის დადების მომენტში რა წერია კონტრაქტში, უბრალოდ კითხულობს რამდენხანია რავადიანია კონტრაქტი, აწერს ხელს და მე მაღაროში შესვლის შემდეგ 7 კილომეტრს რო გაივლის მიწის სიღრმეში აღმოაჩენს რომ იმ მაღაროში სიცოცხლე და ჯანმრთელობისათვის შეუსაბამო გარემოა. მე უჩნდება ის პროტესტი გრძნობს იმას რომ არა, მისმენთ ის გრძნობს რომ არის 21 საუკუნე
და იმ ჭუჭი ფიქრობს იმას, რომ ეს არ შეიძლება ასე წამოვიდეს მე. არა, წამოსვლა თუ არ არის. როგორ არის წამოვიდეს? იმან თუ აქვს უკეთესი ალტერნატივა, წამოვიდეს რომ აი ამ დღევანდელ ეპოქაში ის პირობები იქ არ უნდა იყოს. ხო და მაშინ ის მაღარო საერთოდ დაიკეტება. თუ იმ მაღაროს შევქმნის თქვენ ისეთ პირობებს, როგორიც თქვენ იგი საქართველოს პროფესიონალი მიესალმება ის მაღარო დაიხურება და მეც და ის მუშა პირველი მოსულია. განსხვავება არის პირველი მოსული და პირველი ესე იგი ყველაზე მეტად თქვენზე მეტად პროფესიონალებს უნდა საზოგადოება და იუსტიცია შემოვიდეს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავითარ ლოზუნგია თუ ახლა რაც გინდა დაუჯერებელი. არავითარ, იმიტომ რომ რაც მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს არის პროფკავშირის მიზანი. არავითარ შემთხვევაში ინვესტიციების უკან არავითარ შემთხვევაში არ მოიმალებოდეს ადამიანების ჩაგვრა. ეხლა თქვენ რაზეც ამბობთ. შეშე ჩაგვრა გადიმედაშია. იარაღს ადევს ინვესტიცია ადევს. როდესაც ხელფას მოპარავენ, როდესაც ხელფას მოპარავენ ადამიანს და მოპარავენ ისინი საუბრობთ გადადიხარ სხვადასხვა თემებზე. არავინ იმას იარაღს არ ადევს. თავის მედები ჩადის და თუ არ მოწონს თავის მედები ადამიანს როდესაც უკეთესი ალტერნატივა არის. თქვენ უკეთესი ალტერნატივას ვერ ადევ და ისახეთ საქმე არ არის. რეალობა პრობლემა არის ჩვენ გვინდა რამე სამუშაო ადგილები იყოს თუ არ იყოს რაც არის სამწუხაროდ ეს გვაქვს თუ მოგწონ შეგვიძლია ვიმუშაოთ თუ არა შეგვიძლია არ ვიმუშაოთ არასოდეს არ გავიმუშაოთ სამუშაო ადგილი მარტო დენოდები არ არის სამუშაო ადგილი და ის და მინიმალური პირობებია დაცული ბადრიჯანი რომელიც მიაქ ადამიანს ბაზარში და ყიდის და ყიდული და გამყიდული შეთანხმდეს ეს ასე არ არის შრომა არის საზოგადოებრივი პროცესი მას სჭირდება თავისი რეგულირება ასიო საზოგადოებრივი პროცესი შრომა არის მე მაქვს რაღაცა ჩემი რესურსი რომელიც შემიძლია რაღაცაში დავხარჯო შრომა საზოგადოებრივი პროცესი არ არის შრომას რეგულირება არ ჭირდება მაგ ფრაზით ისე შრომას რეგულირება არ ჭირდება იყიდება ისევე როგორც იყიდება ვაშლი საბოლოო აი თქვენ ჩემ შრომად მაგაშია თქვენ ამბობთ ვაში ჩემი შრომა დავწვალე ვაში იცით რა არის რეაქცია მოდის დამსაქმებლებისგან და თქვენგან ასევე სახელმწიფოსგან რომელიც არც ჩვენ ვაპროტესტებდით ჩვენის კოდექსს საერთოდ არ არის შრომის კოდექსს ვაპროტესტებდით და სამწუხაროდ რა მოხდა იცით ქუთაისში მიუხედავად იმისა რომ ერთ ადამიანს და ის რომ ვაპროტესტებდით შრომის კოდექსს მაგრამ ის შრომის კოდექსიც კი არ აღმოჩნდა დამსაქმებელისთვის საკმარისი კიდევ უფრო ისეთი შრომის კოდექსი უნდა რომელიც თლიანად მიცემს დასაქმებულებს რა თქმა უნდა და მეორე შრომის კოდექსი არის დასაქმებელები და დაბალი თქვენ მიდგომა უბიცი და შრომის კოდექსი და 2% დასაქმება ჩვენთან ბევრად უფრო სწორედ ასეთი დამოკიდებულება დასაქმებულისადმი უბიცგენ დამსაქმებელს კოლექტიურ მოლაპარაკებაში არ შევიდეს დასაქმებულებთან და დასაქმებულებს მე ახსენდებათ ბოლოს რომ კონსტიტუციის გაფიცილება შემისავლელი ბატონო მას ალტერნატივა როდესაც ეს ადამიანი აროს დღეს და ამის მაგალითად მეორე დღეს რიგი დაუდგება სხვა მსგავსი ადამიანების ამ ეკონომიკა არის განსაკუთრებით და დამსაქმებელი პრობლემაა ქუთაისში სადა სადა ჩაერევით ყველგან იგივე მოხდება რა თქმა უნდა ეგეთი განსაკუთრებით ჩვენ ასე დავერევით ჩვენ ვასრულებთ ჩვენი წევრების დაკეთებას და ვართ საზოგადოებაზე ჩვენ წევრებზე ორიენტირებული რათა დავიცოთ მათი შრომითი უფლებები. აქ ელემენტარულია, რამის გაუგებავს, შრომითი უფლება არის ერთი, გინდა იშრომეთ, გინდა მოიშრომეთ, თავის პალი ხარ. თავი თავის ასეთი მიდგომები, ასეთი მიდგომები ისე გაუგებავს. ეს არის ანუ კამათი ცოტა სხვა კუთხით მიდის საერთოდ, იმიტომ რომ საწყისი პოზიცია გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა ჩვენ, ანუ კამათობთ იმაზე საერთოდ სახელმწიფო რამდენად უნდა არეგულირებდეს სუბიექტებს შორის ურთიერთობას და ჯერ მაშინ ამ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ მე მგონი. ანუ ჩვენ მიგვაჩნია რომ სახელმწიფო რაღაც კუთხით უნდა არეგულირებდეს ამ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ინდივიდის უფლება იყოს დაცული. ანუ ამას გარდა მოგახსენებთ, ინდივიდი არის ყოველი დასაქმებული ინდივიდი და მაგზანებით ინდივიდი და ის შემთხვევაში თქვენ ჩადეთ თქვენს ბიზნესში მაგრამ ის რომ თქვენ ფული ჩადეთ არ ნიშნავს რომ ვინც თქვენთან იმუშავებს იმ ადამიანს ყოველგვარი უფლება წაერთვას და არა ის უფლება აქვს მე ვუხდი მოგახსენებთ უფლება იმისა რომ მისი ჯანმრთელობა იმდენად არ დაზიანდეს რომ გარდაიცვალოს თქვენს სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია რომ წავიდეს სხვა მისი პასუხისმგებლობა არის მაგრამ ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა რომ უზრუნველყოს ისეთი
პირობების შექმნა ამ ადამიანს და ნებისმიერ სამუშაოზე როგორი სამუშაო ესეც სამუშაო უნდა იყოს აკრძალული მაშინ ხო და მაგას აი საქმეს მაგაში თქვენ ასეთ აკრძალვას აყენეთ და მე ვარ ინვესტორი მილიონობით მე მაშინ აქ ფულს არ ჩავდებ ნახვამის კარგად იყავს მე წავალ და ფულს ჩავდებ სადმე სხვა სადაც გავს აკრძალოს სადაც ინვესტორი რომელიც პირდაპირ მოგახსენებთ ეკონომიკური განვითარება არ შეიძლება მიმდინარეობდეს ადამიანის უფლების დარღვევის ხარჯზე მე გეუბნებით მე ვარ ადამიანის უფლებებზე დავთ უკვე ანუ თქვენთვის თავარია ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის თავარია პირველ რიგში ადამიანის უფლები და ადამიანის უფლებებზე არის დამყარებული ყველა სახელმწიფოს იმ ადამიანს დაკერებას აქვს უფლება თუ თვითონ აქვს სურვილი მივიდეს და გააკეთოს ისეთ სამუშაო რომელიც მისი ცხოვრების არის საზიანო მე ვარ ადამიანი მე მაქვს უფლება თუ მისცემს და ჩემ დამტვრებას მოგაგზავნე ეს არის კერძო პასუხისმგებლობა და არა საჯარო პასუხისმგებლობა სახელმწიფო აქ არაფერს შუაში არის შუაშია ოთახში აი არის ძალიან ბევრი კაბელები რომელიც შეიძლება ფეხი წამოდოთ ის არის მოიტეხო მოიტანეთ მაშინ რაღაც შრომის ინსპექცია ხარ და აგზავნოს და კაბელების გაშლა ან გადააფარო რაღაც როგორ იგივე გასulis პარალელურად ეს არის ბატონი ზიადი ეს არის შრომის უფლების დარღვევა ბატონი ფეხი წამოგდეს ამას და დაიზიანოს ჯანმრთელობა არა ეს განახეთ შეიძლება არა ეს არის ბატონი შიდა რეგულაციის გავში რამე აგზავნულია შემეძრე მოგახსენე არა ნუ მარტო მაგალითი მოგიყვანეთ დიახ მოგახსენე თქვენაც გასაგებია ანუ ბოლომდე ვერ მაინც ახუნებდა რა უნდა გაიგოს ახლა მართლა მაინტერესებს აი თქვენ კამათო ბატონი ზურა ჩადგა მდგომარეობაში რომ დაიცვას თავისი პოზიცია და დასაცავი მეგონი პირიქით შეშარავის არ აქვს დასაცავი არ ფელი უბრალოდ განმარტება გვინდა დავუშვათ აი მე მართლა მაინტერესებს ამიტომ მინდოდა ამ გადაცემაში თქვენ მოსულიყავით და მიგებოთ მონაწილეობა მოვიდა მუშა რომელსაც აქვს ასეთი კონტრაქტი გაფორმებული და არ ვიცი წერია თუ არა ის არ წერია თუ არა კონტრაქტში რომ მაგალითად მეტალურგს უნდა ქონდეს სპეციალური დასაცმელი თუ წერია ჩაიწეროს ეს კონტრაქტში თუ არ უნდა ჩაიწეროს ეს არის პროფესიონალის საკითხი აეხმარონ და ჩააწერინონ ეგეთი რაღაცები მაგრამ ეს ანიშნავს რომ დამქირავებელი ვალდებულია ამ კონტრაქტს ხელი მოაწეროს დამქირავებელს აქვს ასევე უფლება რომ რაც უნდა ის ჩაწეროს და რაც უნდა ის ამბობს ეს შეტაკების საგანია პროფესიონალი დაეხმაროს დამქირავებელს რაღაც ტიპის კონტრაქტების შედგენაში ჩააწეროს იგი და ვალდებულებები ესე კი არა საკანონმდებლო ვალდებულებები აქვს საერთაშორისო ეს დასუპაიჭადესთან რადიო გადაცემაში თქვენ ეს არის სიტუაცია არის თქვენ აქ არის პრობლემა რა შეო ჩვენ მაინც და მეც კარგად არ გვესმის რას იშოს საკუთრების უფლება ეს ყველაფერი მაგის იგივე ეს ქარხანა ევრაზიან სტილის არის კერძო საკუთრება აქ არის ვიღაც ადამიანი მოსული რომელსაც აქვს თავის საკუთრება რომელსაც ის რისკავს წინასა რუხტის ხელფას დაქირავებულებს მომავალში მე ან მოიგებს აქედან ან არ წააგებს ის დებს ამაში რისკს ანუ თქვენ წამოგვიყვანოთ სიტუაცია ეს მაგალითი მოვიყვანეთ დათო პაიჭაძესთან იქ მომაფიქრდა წარმოიდგინოთ ვიღაც ნავში და ჩაგივარდათ აი საათი თქვა ეს საათი ღირს $200 წყალში ჩამივარდა წყალს არ ატარებს და მე ვიძახი რომ მე გადავიხდი $100 ვიღაცამ ჩაყვინთოს და ამიტანოს ეს საათი და ვიღაცები მოვიდნენ რა ხუთი კაცი დადგნენ და მეუბნებიან რომ ჩვენ ჩავყვინთავთ სად არიან $100 ჩაყვინთო ამ დროს მოდის ეს ორგანიზაცია პროფკავშირები და მე მეუბნება რომ არა იცით რა ჩაყვინთო არის ადამიანს ლაყუჩები არ აქვს ამიტომ შეიძლება დაიხჭოს ამიტომ შენ სანამ ჩააყვინთინე მოდი ამათ უყიდე სკაფანდრი ეს აკვალანგი ეგრეთ წოდებული ის უთქო ჟანგბადის ბალონი რაღაცები და პლუს გაუფორმე კიდე გზელვადიანი ხელშეკრულება რომ სადაც ყოველთვის ჩააყვინთინე როდესაც კი ჩაყვინთო და არჩევი საათი არის ჩემი საკუთრება ასევე ის ქარხანა არის იმის საკუთრება იმის საკუთრება ჯიბიდან ამოიღო აი ეს არის თქვენი მოსაზრება მაგათონი და ესა ორი ასოციაცია განმარტეთ სად არის განსხვავება კარგით უკაცრავად აი ახლა განმარტოთ რა შეიძლება იმას კერძო საკუთრება და ასე შემდეგ ნებისმიერი უფლება მათ შორის საკუთრების უფლებაც უმეტესი უფლებები ზოგადად რო იცოდეთ საერთაშორისო სამართლით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით არის აბსოლუტური ის რომ ეს არის ჩემი კერძო საკუთრება ეს არ ნიშნავს რომ მე ჩემი კერძო საკუთრების დაცვის ხარჯზე ვიღაცის თუნდაც შრომითი უფლებები უნდა დავაკნინო და დავარღვიო ამას გარდა თუ დამაცით ახლა გეტყვით იარაღი არაფერს შუაში არა და იარაღი არ არის ტყუილი და რა ტყუილიო კერძო საკუთრების უფლება ეს არის ტყუილი როცხვის უფლება არ უნდა დავარღვიო ჩემი უფლების დარღვევის ხარჯზე ეს არის ელემენტარული ეს არის უფლების დარღვევა არ არის ასეთი თუ დასაქმებულს არ მოწონს ის პირობები რომელიც დამსაქმებელს არ გადაიღოს და არ უხდის ფულს ადგეს და წავიდეს ეს არის თქვენი პოზიცია და თქო უბრალოდ კაბატონა ის არის განმარტოს აქვს თუ არა განსხვავებული პოზიცია ამ თემაზე რა თქმა უნდა და სწორედ ამას გარდა საქართველოს არის სახელმწიფო რომელსაც რატიფიცირებულია მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებები ეს არის გაერო შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ასე შემდეგ რატიფიცირება თავის მხრივ გულისხმობს რომ სახელმწიფო ამით კისრობს მთელ რიგ ვალდებულებებს კი ბატონო
ეს თქვენთვის ცუდია, მაგრამ ეს არის რეალობა და ეს ყველა ნორმალური განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აი ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა. პრეზიდენტის რომელსაც მაგსგავსი რაღაც. არ მინდა მე საბერძნეთის მაგალითი ამ შემთხვევაში მე საქართველოს საუბრობ. თუ არ საერთაშორისო ვალდებულება ლეგიტიმურობას ეგ არ მატებსო თქვენ რაღაცა საერთაშორისო საუბარს კი არ მატებს ეს თქვენ საუბარი არის საპირისპირო არგუმენტაციები. თქვენ თვლით რომ დასაქმებელი ეს არის რაღაცა საწინააღმდეგო თქვენში დაამტკიცოთ თქვენი ქმედები დასაქმება გაიზრდება ქვეყანაში. მე ჩემი ქმედებით არაფერს დამტკიცებას არ ვსვენ კანონმდებლობით როგორ არის და რა უფლებები აქვს დასაქმებულს. დამიჯერეთ ჩემი მიზანი არ არის ანუ თვითმიზანო თქვენ რამეში მხარი დამიჭიროთ. მე გეუბნებით საპირისპირო არგუმენტაციას კანონმდებლობის საფუძველზე. ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობით და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული. ან საერთაშორისო ვალდებულების დერს ის რომ სახელმწიფო ვალდებულია მისი იმპლემენტაცია განახორციელოს ქვეყანაში, კერძოდ ის შიდა აქტები, რაც არსებობს, საკანონმდებლო აქტები მოყვანილი იქნას ან საერთაშორისო ვალდებულებთან ხელშეკრულებაში. როდესაც შემოდის ინვესტორი, ზოგადად პროფკავშირების, რა თქმა უნდა, მიესალმება ყველა სახის ინვესტიციას და რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესია რაც შეიძლება მეტი ადგილი შეიქმნას, როგორც ღირსეული სამუშაო ადგილზეა საუბარი და არა ისე, სადაც ელემენტარული შრომის უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული და ასე შემდეგ. ასეთ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მივესალმებით, სადაც ადამიანის უფლებები, დასაქმებულთა ელემენტარული უფლებები ირღვევა. რაც შეეხება თუნდაც ეს ინვესტორი რო შემოდის ეს ინვესტორი თქვენმა ხელმძღვანელმა რომელიც ძირადღირებული მანქანებით სახელმწიფოს ვალდებულებზე პროფესიონალურ ვალდებულებებზე არ გესაუბრებთ თუ მოიწმენთ კამაჩი შემოხვიდა რომელიც არ ვიცი მე რას ემსახურება შესანიშნავად ხედავ საზოგადოება თქვენ დამოკიდებულება თითქმის იდენტურია სახელმწიფო ზოგიერთი ჩინოვნიკის დამოკიდებულება შრომის უფლებებზე იცით რა არის თქვენ ემსახურებით იმას რომ საქართველოს ხელისუფლება აი თქვენ და თქვენაერი NGO-ები მოწყდეს საზოგადოების დაკვირვას. რა ემსახურებ აბსოლუტურად ემსახურებ. ძალიან გაჭირებული ადამიანები. კონკრეტული გაჭირებული ადამიანები რჩებიან უმუშევარი და უმუშევრობა კიდე გაიზრდება. თუ ესე გააჩვენებთ. აი ეს არის ჩემი საზღვრები. მე არ მაინტერესებს. არ თქვენ ახალგაზრდებს საკეთებს. თქვენ ახალგაზრდებს კონსტიტუციის შელახვას თქვენ ახალგაზრდების კოდექსი არ უნდა იყოს. ჩემი ეკონომიკური მიზანი იყო საერთაშორისო ადამიანები იყვნენ დასაქმებული და დასაქმდეს რაჩევა მათი დააკით აღარ გძინავს სუპრიორებში ამას თქვენ ამტკიცებთ და თქვენი ხელმძღვანელობა თქვენ დაგანავაზებთ მე ვიცავ მე მაინტერესებს რაში გამოიხატება რო იცავ ძალიან დიდი პრობლემაა რაში გამოიხატება ეს ადამიანები უმუშევრობა გაგზავნა კიდევ უფრო დიდ თქვენ იცავ თქვენ იაქტებთ ამაზე საუბარი რომელსაც დასაქმებელი არის მათი შეგრენილი წყარო თქვენ იცავ დამსაქმებელს რომელსაც ქარხანაში ტუალეტი არ აქვს რომელსაც ქარხანაში გასაგებია და იმუშავებ თქვენ იცავთ დამსაქმებელს რომელსაც აბანო არ აქვს მეტალური კაცი დაუბადებული თქვენ იცავთ დამსაქმებელს რომელსაც დასაქმებულს ხელფასი მოპარა მაისის თვეში დასაქმებულმა კითხა რატო ამომეცი ჩემი ხელფასი და ამუნიამ შეჭრა აი ესე ვიცავ არის მაგრამ ნებისმიერ დამსაქმებელს რომელთანაც ნებაყოფლობით მიდიან ადამიანები საქმდებიან და ეს იმაში უხდის ფულს რამდენს უხდის რა პირობებში ამუშავებს ეს არის იმ ადამიანების გადასაწყვეტი რომლებიც მიდიან ნებაყოფლობით თასდებიან რომ ესეთი არის ასეთ დამსაქმებელს ამაზე არის საუბარი მე არ ვიცავ დამსაქმებელს რომელიც კონტაქტს რატო არ მომუშავებ დასასვენებლო მოვითხოვე დასასვენებლო ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშების მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 13 სექტემბერს დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვილი თანამშრომლების დაბრუნება იყო. ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესი შპს ევრაზიანს წილს ეკუთვნის. ქარხანაში საქართველოს დაახლოებით 350 და ინდოეთის 150 მოქალაქე მუშაობს. მუშების თქმით მათ არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათივე ინფორმაციით ქარხანაში არ არის კვების ბლოკი. აუცილებელი პირობებია პირდაპირ ხუმელებზე და სადმოქმედოზე არ აქვს სპეცდასაცმელი, სპეცფეხსაცმელი, არც ხელთათმას საერთოდ არ გვაძლევენ ელემენტარული რაც არის ჩახუდი და ასეთ რაღაცები არ არის იარაღები. მუშების საკუთარი უფლებების დაცვასა და მოთხოვნების რეალიზებას პროფკავშირების საშუალებით ცდილობდნენ. 15 სექტემბერს დაახლოებით 22 საათზე პოლიციამ გაფიცული და მოშიმშილე მეტალურგების აქცია ქარხნის წინ დაშავა. ჰერკულესის თანამშრომელთა გაფიცვის მონაწილე 3 მეტალურგი ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე და მალხას გოგიავა სამართალდამცავებმა დააკავეს.
ქუთაისის სამოქალაქო სასამართლო მუშებს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები 22 სექტემბრიდან ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მეურნეობთან დაკავშირებით პერმანენტულად მართავდა აქციებს. ისინი დაკავებული მუშების გათავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვას ითხოვდნენ. პროფკავშირების მიერ მომზადებული ბოლო სოლიდარობის აქცია 1 ოქტომბერს გაიმართა. რა არის ეს? რა ქნას იმ მუშამ უნდა ადგეს და წავიდეს, ხო? არანაირი უფლება არ დაიწვას თავისი. ეს ბატონო როგორ ანი მუშაობს, ან არის მუშაობს. სახელმწიფო ესეთი ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში უნდა ასრულებდეს დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქციას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, ხელი. ამისთვის არის შექმნილი საკანონმდებლო ბაზა, ამისთვის არის შექმნილი შრომის კოდექსი, რომელიც მართალია ძალიან ძლიერ გარანტიებს არ ქმნის დასაქმებულთათვის, თუმცა მაინც რაღაც გარანტიები ჩადებული არის ამ კოდექსში. ისიც მოხდა ქუთაისში იყო ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის დაცვით დაგეგმილი გაფიცვა, ანუ შრომის კოდექსით სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმები იყო აბსოლუტურად დაცული. მათ ჰქონდათ თავიანთი გაფიცვის ფუნდამენტური უფლება, რომელიც გამოიყენეს ამ ადამიანებმა. ანუ ეს საერთაშორისო დონეზეც და ეროვნულ დონეზეც ეს მოგწონს თუ არას ესე არის დადგენილი ჩვენი სახელმწიფოს მიერ. მათ გამოიყენეს ეს უფლება კანონის ფარგლებში, ამაზე შემიძლია პასუხი ვაგო კანონის მოთხოვნების დაცვით, თუმცა უკანონოდ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა, კერძოდ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, პოლიციის მიერ ამ ადამიანების დაშლა, შეწყვეტა ამ გაფიცვის. შემდგომ ამას უკვე მოუყვა სხვადასხვა უფლებათა დარღვევები, ეს იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ანუ ეს ადამიანები დააკავეს ისე რომ მათი რეგისტრაცია ოფიციალურად არ მომხდარა, ფაქტობრივად ეს ადამიანები იყვნენ გატაცებული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი ადვოკატები როდესაც ეძებდნენ ამ ადამიანებს, არც ერთ პოლიციის განყოფილებაში არ იყვნენ ისინი რეგისტრირებული და პოლიციის მიერ პასუხი იყო რომ არ არიან ეს ადამიანები დაკავებულები, მაშინ როდესაც ფაქტია რომ იყვნენ ეს ადამიანები დაკავებულები, შემდგომ ღამით მოხდა ამ ადამიანების გამოყვანა ნაწილის მუშების პოლიციის მანქანებით სახლებიდან წამოყვანა და იზოლებით მიყვანა, უკვე ამაზე ვერ ვიტყვით რომ ეს ნებაყოფლობითი მუშაობა იყო მათი. იზოლებით მიყვანა ქარხანაში, დიახ. იზოლებით მოხდა ამ ადამიანების მიყვანა ქარხანაში და მუშაობა. დააწერინეს ერთგვარი ხელწერილები კურიოზული. რასაც ვერავით არის სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება და ვერც სამართლებრივი ძალა ვერ ექნება ვერანაირი, ანუ ესეთ შინაარსის ხელწერილები, რომ მუშები აღარ გააპროტესტებენ არსებულ პირობებს და ისინი პატიოსნად განაგრძობენ მუშაობას ქარხანაში. ეს შეიძლება იყოს რაღაც, არ ვიცი, ფსიქოლოგიური ზეწოლის რაიმე სახე. მეგობრებთ, ახლა იმ დარღვევებზე რაც იყო ანუ რა უფლება გამოიყენეს მუშებმა, რამდენად იყო ეს კანონის ფარგლებში და შემდგომ რა რეაქცია იყო ადმინისტრაციაზე აღარ გვაქვს საუბარი გვაქვს თვითონ სახელმწიფოზე, რომელიც წესით უნდა იყოს ორივე მხარის თანაბრად დამცველი და მარეგულირებელი ამ ურთიერთობის. ამ ადამიანებს დააწერეს ეს ხელწერილები, შემდგომ როგორც თვითონ აცხადებენ მათ სახლთან პატრულირებს პოლიცია და ისინი აკონტროლებენ, ისინი მიდიან თუ არა ქარხანაში და მუშაობენ თუ არა. ამას მოყვება ქუთაისის ვიცემერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენი სახელმწიფო მხარს უჭერს ინვესტიციებს და ინვესტორებს, ისინი არ დაუშვებენ, რომ რომელიმე ინვესტორი წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. რამაც შეიძლება ჩვენი ეკონომიკის განვითარება შეაფერხოს და ამიტომ პოლიციელები მიდიან სახლებში და ძალით მოყავთ მუშები და ამუშავებენ. ეს არის უბრალოდ ვინ წავიდა სამუშაოზე, ვინ არ წავიდა. ამას გარდა ადამიანები, რომლებსაც სცადეს ამის თავისუფალ ნებაზე, ხო? მოგახსენებთ ერთ პატარა რაღაცას დავუმატებ თუ შეიძლება. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სცადეს ამ მდგომარეობის წამოვიდნენ ადამიანები თავისინებით დატოვეს ეს სამუშაო, წამოვიდნენ და ისინი უბრალოდ აგრძელებდნენ ბრძოლას იმ თავისი უფლებების აღდგენისათვის, რაც დაერღვათ. ბატონი იობიძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუშაკი, რომელიც ახლა აღარ არის, მაგრამ უსაც შეეფარდა 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს ადამიანი ჩამოვიდა თბილისში დაწერა საჩივერე, ანუ ის კანონის გზით, სამართლის გზით ცდილობდა, უკვე აღარ არის გაფიცვაზე საუბარი, თავისი უფლებების დაცვას და ამ ადამიანს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აკავებენ. ეს ჩვენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში რა ნორმაც არის
საზოგადოებისთვის ცნობილია, ანუ პოლიციელის კანონიერი სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ამ მუხლით, რომელი მუხლით შეიძლება ნებისმიერ ჩვენგარს შეეფარდოს, თუ მოუნდა თვითონ პოლიციის წარმომადგენელს, ამ მუხლით აკავებენ ამ ადამიანებს ისე რომ მათი მხრიდან არავითარ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ აქვს და უშიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. მხოლოდ იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს საკუთარი უფლებების დაცვა და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება მათი უფლების თავისუფალ, მათინების თავისუფალ გამოხატვაში, რომ მათინების თავისუფალი გამოხატვა იყო ის, რომ მათ სურდათ საკუთარი უფლებების დაცვა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სამწუხაროდ ვერ იქნა შესრულებული თავისი უფლებამოსილება სათანადოდ. პრაქტიკულად ამ ისტორიაში გამოჩნდა მესამე პირიც, ხო? სახელმწიფოს ძალიან ცუდი. ამაზე კერძო საკუთრებასაც შეეხენ ისინი. არ ვიცი. და ის დასაწყობა და მე ხარან არის არ მაქვს შევიტანო საიასი განცხადებაში არის ძალიან ცუდი და მაგას სამოდრო სახელმწიფო საქმე საერთოდ არ არის და საერთოდ არ უნდა ერეოდეს. ამაზე იყო თავიდან საუბარი. აი მნიშვნელოვანი სახელმწიფო დამქირავებლის ინტერესებს იცოდეს, არ არის დამქირავებლის ინტერესი და სინამდვილეში შესაძლებელი თუ ესე არის მართლა ეს სინამდვილე არის. თუმცა დაახლოებით იგივეს ბრძანებას მითხარეს მიოყვეთ ხარეს იქნება. დიახ, ანუ ეს ვიცემერის განცხადება არის ეს რაც ყველაზე შემაშფოთებელია ჩვენთვის, რომ სახელმწიფო იცავს ინვესტიციას და ინვესტორებს. რიტორიკაში ამ გზით არის. და კიდევ უფრო ის არის შემაშფოთებელი სპეცოპერაციას ჩაერიოს და დასაქმებულები დაავალდებულოს რომ სამსახურში მიდოს ძალით ან რაღაც მიზეზებით დააკავოს რაღაც ეს აბსოლუტური იდიოტობა სისულელე. რატო დაგასაუბრე სახელმწიფო საკითხი? მე ვერ გაიფიქსა და დაუშვათ ბატონ ზურაბის ლოგიკას რომ მივყვეთ, წავიდეთ სამსახური. ისეთ მე აბსოლუტურად და თუ უნდა იჩილოს კიდევ სადაც მას აქვს აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს რომ დასაქმებულს და დამსაქმებულს უნდა შეეძლოთ თანაბარ გარემოში კონტრაქტის დადონ, ისაუბრონ და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს დასაქმებულებს აქვთ კოლექტიური მოლაპარაკების უფლება. აქ საქმე რაშია, იცით? კი, ვეთანხმები, რომ სახელმწიფო რო არ ერეოდეს კარგია, თუ კი იქნებოდა ნორმალური კანონმდებლობა, რომელიც დააბალანსებდა და არ იქნებოდა დამსაქმებლებისთვის მხოლოდ უფლებები და დასაქმებულისთვის მხოლოდ ვალდებულებები. კარგი იქნებოდა ეს. თუმცა ეხლა უკვე რაზე ვსაუბრობთ, ხო ხედავ? სახელმწიფო მოდი ცუდად მაინც რომ ჩაერევა თუ კი არ დაარეგულირებს. საქმე რაშია, იცით, სპეცოპერაციას, რომელმაც აქცია დაშალა, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაკაცარია ხელმძღვანელობდა. ის მოუძღოდა წინ 40-მდე საპატრულო მანქანას, თუმცა ლაშა მაკაცარია მოსვლის დროს ქართლის ტერიტორიაზე შევიდა მისი მანქანა და პოლიციამ დაიწყო თავის საქმე. ეს იყო ძალიან გაუგუნარი ფაქტი. უბრალოდ ეს იყო გამოწვეული რისგან მე თქვენ შეკითხვას უპასუხებ. 3 დღე უბრალოდ ისინი ელოდნენ, რომ ხალხს ნერვები აღარ ეყოფოდა, ისინი დაიღლებოდნენ და გაჩნდებოდა რაღაც უნდობლობა დაუშვათ ამ პროფკავშირსა და კოლექტივს შორის, ამ თვითონ კოლექტივს შორის თვითონ. თუმცა მესამე დღეს დაინახეს, რომ ამ ხალხს სიმტკიცე მოემატა. ემატებოდა ხალხი. ანუ იყო ნაწილი, რომელიც არ გამოვიდა გაფიცვაზე დაახლოებით 20% ადამიანებისა და მესამე დღეს უკვე აშკარა გახდა, რომ ის ხალხიც უკვე ნელ-ნელა იწყებდნენ გაფიცვას შემოერთებას და გაჩნდა კიდევ ერთი საშიშროება. კონტაქტზე დაიწყეს ინდოელმა დასაქმებულებმა გამოსვლა. დიდი შანსი გაჩნდა იმისა, რომ ინდური კონტინგენტი დასაქმებულებისა შეერთებოდა გაფიცვას. ეს უკვე არ ვიცი რა იქნებოდა სახელმწიფოსთვის ან ადმინისტრაციისთვის და ესეთი სწრაფი მეთოდით აღკვეთეს აბსოლუტურად კანონიერი გაფიცვა. ეს იყო მე მინდა გითხრათ გაფიცვა მე პირადად ისტორიაში რომელი გაფიცვების ხელმძღვანელიც ყოფილი არ პროფკავშირებს სადაც მიუღია მონაწილეობა გაფიცვებში ყველაზე დახვეწილად ორგანიზებული ისე რომ კანონი არ გადაუხვევია ამ ხალხს არც ერთი მილიმეტრი თავიდან ბოლომდე ემორჩილებოდნენ იმას რასაც ჩვენ უხსნით რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და ასევე მინდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადასტურა რამდენჯერმე ის ფაქტი რომ არ დარღვეულა კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ის საპროტესტო აქციებიც იმართებოდა ისეთ ადგილას რომელიც გზას არ კეტავდა ისეთ ადგილას რომ საწარმოებში შესასვლელი არ იკეტებოდა მოშიმშილეთა კარავი რომელიც აბსოლუტურად ისეთ ადგილას იდგა რომელიც ქარხანაში შესვლას ხელს არ უშლიდა და პოლიციამ ასევე ძალისმიერი მეთოდებით აიღო და წაიღო და მინდა ერთი ძალიან სერიოზული ფაქტი ვთქვა სახელმწიფო სტრუქტურა ანუ პოლიცია არა მარტო ჩაერია არამედ კარვის აღების შემდეგ ერთ-ერთი მოშიმშილის ავტომობილს იყენებდნენ იმისათვის რომ მოშიმშილები შიგნით ყოფილიყვნენ გაფიცვის დაშლის დროს ეს ავტომობილი წაიყვანეს შიგნით იყო 4 ცალი კარავი 2 ცალი მეგაფონი ვიდეო კამერა
და როდესაც ამ ავტომობილის პატრონს მოშიმშილეს გოჩა დარჯანიას მიწეს 3 წლიანი აკრძალვა მანქანის მართვის უფლებისა და როდესაც მან დააპირა სახში ავტომობილის წამოყვანა აღმოჩნდა რომ საწვავის ავში იყო წყალი ჩასხმული ხოლო ძრავში იყო სილა ჩაღრელი და როდესაც წამოვათრევით ეს მანქანა სახში და ვნახეთ 4 პალატკა იყო ესა კარავი იყო დანით დასერილი ვიდეოკამერა გატეხილი მეგაფონები დამტრეული და რა ვიცი ხა ეს ვანდალიზმია სხვა თუ არაფერი ერთი რომ კანონური გაფიცვა დაიშალა პოლიციის მიერ ძალისმიერი მეთოდით მეორე რომ ადამიანები ვეთანხმები გატაცებული ყავდათ ფაქტიურად მესამე რომ კერძო ქონება დაუზიანეს ეს იყო აი გაბრაზებული ადამიანის რაღაცა ესეთი ძალიან შუქური ინვესტორის პოზიცია როგორი იყო ინვესტორი მთელი ამის განმავლობაში არ გამოსულა იმაზე რა ქვია ურთიერთობაში დასაქმებულებთან მხოლოდ და მხოლოდ ისინი რაღაცა პროვოცირებას ახდენდნენ რაღაც პროვოკაციებს აწყობდნენ ვიღაცას გამოუშვებდნენ მერე გამოიყვანეს ერთი 5-6 მუშა რომელსაც ახალი ჩაფხუტები ეფარათ და ვითომ ქვეყანას დაანახეს რომ ეს 150 კაცი ვინც გაფიცვაზე იდგა თურმე საიდანაც იგონებდა ამას და აგერ ბატონო ახალი ტანსაცმელი აცვიებ თუმცა ტანსაცმელი მინდათ რომ არ ეცვათ იმათ მეტალ უბრალოდ ჩაფხუტები დააფარეს და ვითომ ამით აჩვენეს ვიღაცას რომ აი ხო ხედავთ აქ ყველაფერი კარგად არის სხვა დამსაქმებელს ადმინისტრაციას არც კი უცდია თავისივე აი გაფიცულ დასაქმებულებთან საუბარი ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა დავამატო ამ ყველაფერს გაფიცვა კანონური გაფიცვა უკანონოდ იქნა დაშლილი სამი ადამიანი დაპატიმრებული და მიესაჯა დღიანი პატიმრობა და საკვირველობა და უცნაურობა ამ ქვეყნის სწორედ აქ არის მეორე დღიდანვე ქარხანაში მოწესრიგდა ტუალეტი შეაკეთეს აბანო გააკეთეს გასახდელი დაუნიშნეს უფასო ტრანსპორტი დასაქმებულებს გაიხსნა უფასო სასადილო სადაც ისინი იკვებებიან დღეს ერთ-ერთი მოთხოვნა სხვათა შორის ეს იყო დაურიგდათ ახალი სპეცტანსაცმელი ჩაფხუტები და ეს უკვე დადასტურებულია რაც ახლა პროცესი მიმდინარეობს და მინდა გითხრათ მეტიც მაშინ რატომ გააკეთა ინვესტორმა 29 ადამიანი მე და არა მანამდე 29 ადამიანი მისინება არ არის რომ შემოსაფრთხოება დაცული ქონდეს ორგანიზაციას არ ვალდებულები იმ 29 ადამიანი და რომელიც სამუშაოდან იქნა განთავისუფლებული გაფიცვამდე და გაფიცვის დროს დღესდღეობით დაახლოებით 20 ადამიანი დაბრუნებულია სამსახურში დაუძახეს მათ აღადგინეს თუმცა ერთი პირობით რომ პროკურორ საქმიანობას აღარ გააგრძელებენ ეს დააწერინეს ასეთი და იგივე და თქვა რომელიც ზეგან იქნა ნახსენები ამასაც არ გააჩინა სამართლებრივი ძალა თუმცა ეს არის ფსიქოლოგიური რაღაცა მომენტი და იმ დანარჩენი 9 ადამიანიდან 4-მა უარი თქვა დაბრუნებაზე იმიტომ რომ სხვაგან იშოვა სამუშაო 3 ადამიანი გუშინ ზარუზარაში განთავისუფლდა საპატიმროებიდან და გუშინ იყვნენ ისინი მისულები და როდესაც მათ დამსაქმებელმა კითხა რომ თქვენ მე მინდა რომ დაგაბრუნოთ სამუშაოზე და მაინტერესებს რჩებით პროკავშირის წევრებად ამათმა განუცხადეს რომ რა თქმა უნდა ჩვენ რჩებით და გავაგრძელებთ პროკურორის საქმიანობას და დააწერეს განცხადება რომ გთხოვთ დამაბრუნოთ სამუშაოზე უთხრეს რომ წავიდეთ ახლა სახში და დაგირეკავთ ახლა მე ზუსტად ვიცი რომ მათ არ დაურეკავენ იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არ დაწერეს ის რომ მე აღარ გავაგრძელებ პროკურორის საქმიანობას მათ განაცხადეს ხიად რომ ჩვენ რჩებით პროკურორებად და მუდამ დავრჩებით და მუდამ გავწევთ ჩვენ საქმიანობას იმისათვის რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის ურთიერთობა იყოს ჰარმონიული იყოს ლაპარაკებზე დამყარებული პარტნიორობაზე და აღარ მოხდეს დაუშვათ სოციალური დაძაბულობა რომელიც სამწუხაროდ იცით რა ჩვენი გაგება პროფესიული პარტნიორობისა, კოლექტიური პარტნიორობისა, სოციალური პარტნიორობისა სხვა არის და ბატონი ზურაბისა სხვა არის. ბატონი ზურაბი ამტკიცებს რომ პროფესიული საქმეს ვაფუჭებთ, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვახალისებთ იმას რომ სოციალური დაძაბულობა, ბიზნეს სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული ქარხანაში. აი ერთადერთი შეკითხვა მაქვს, მართლა მაინტერესებს თუ ეს ყველაფერი შეიძლება გაეკეთებია ინვესტორს. რატომ შეიძლება მიიყვანოს მას საქმე გაფიცვამდე, რატომ აიძულოს და უშუალოდ მუშაობა გამოვიდეს გაფიცვაზე? რატომ შეიძლება აქ შეერიოს სახელმწიფო ესეთი უხეში მეთოდებით, რასაც ხელმძღვანელი არის სხვა თემა და მე სახელმწიფო ჩარავაზეთ, რომ სახელმწიფო საქმე საერთოდ არ არის და საერთოდ არ უნდა ერეოდეს. თავრიცეთ შემთხვევაში ვერ გავამართლებ თუ ის რაც მოხდეს იყო სიმართლე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ის თუ რატო შეიძლება ინვესტორმა მანამდე არ აკეთებს და ახლა გაკეთებს, ნუ ინვესტორი ზოგადად თავის ხარჯებს მანამდე დაზოგადად შეეძლო, აქამდე შეიძლება დაზოგადად ხარჯი. შეიძლება ახლა გაზარდოს, შეიძლება ცოტა ხანში 350 კაციდან 50 გაუშვა სამსახურიდან. გამოვარა 50 ადამიანის შემოსავლის ხარჯზე, დანარჩენ 300 გაუმჯობესა პირობები. ესე ჩვეულებრივია. პოპკავშირის საქმე ხშირად თავდება ზოგადად რაღაცი რაღაცებით, რომ სამუშაო ადგილები მცირდება და ვინც არ არის პოპკავშირების წევრი, რომლებიც ტოვებენ სამუშაო ადგილებს, მათ ხარჯზე წევრებისთვის ხდება გარკვეული ბენეფიტების მიღება. ეს შეიძლება დამთავრდეს 350 კაცი. საქართველოში მაგალითად ესეთი დაახლოებით რა ტიპის ბენეფიტებს რა ტიპის სახალხო ისე არის მაგალითად ყავს 100 თანამშრომელი, ამას თანამშრომელს აქვს თვეში 100 ლარი ხელფასი, ხო შეგიძლია გაუშვა 50 თანამშრომელი, დანარჩენ 50-ს გაუხადო 200 ლარი. ხარჯების სტრუქტურა შესაძლებელი არის იცოდა. ეს არის იდეის დონეზე შეხედეთ დღევანდელ საფუძველზე. მე აქამდე სადაც პროფკავშირები ჩაერია, ამის გამო შემცირდა კადრები და ვინც დარჩა იმას უკეთესი პირობები ჰქონდა შრომის. იქამდე კონკრეტულად შარშან მიიღეს სამმა ეკონომისტმა ნობელის პრემია და მათი სამივეს მათი კვლევები ეხებოდა შრომის ბაზარს და მათ დაამტკიცეს მსგავსი რეგულაციების შედეგად მსგავსი რეგულაციები ცუდად მუშაობს დასაქმებაზე. კონკრეტულად თუ მსგავსი რაღაცები არსებობს, ეს ნიშნავს, რომ დასაქმება არის ყოველთვის მაღალი. გჯერათ იმათი მოქმედი კოდექსი მუშაობს დადებით და 26 წლამდე მოიმატა შრომის კანონმდებლობაში რაღაც რეგულაციების შედეგად არ არის. ჩვენთან არის კანონმდებლობა, რომელიც უკეთესებიც არის, საერთოდ არ არის. უკეთესებიც არის, და იქ როგორ მაგალითად სინგაპურში მუშაობა არის 2% სტაბილურად მათ შორის კრიზისის დროსაც. ევროკავშირში რომელიც მაგალითად მოყავთ, მუშაობა არის საშუალოდ 9%-ზე მეტი. პორტუგალიაში საბერძნეთში არის 20%, სადაც არის პროფკავშირი ყველაზე ძლიერი. საბერძნეთში ვინც არის ქუჩაში გამოსული, ყველა არის პროფკავშირების წევრები. არა სახელმწიფო სექტორი და ყველა თან პროფკავშირების პროფკავშირების წევრები. მუშაობა არის ძალიან მაღალი. ევროპაში მე ქვეყანა იცის, რომლის კანონმდებლობაც უფლებას აძლევს დამსაქმებელს ნებისმიერ დროს ყველანაირი მოტივაციის, მიზეზის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დასაქმებული გაუშვა სამსახურიდან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელს აქვს უკიდეგანო უფლებები, დასაქმებულთა უფლებების მცირების ისეთ მე სული ჩემ რესურს რაღაცაში და გინდა გამიცვალე, გინდა არა. საუბარი არის მინიმალურ უფლებებზე, რომელიც უნდა ქონდეს დასაქმებულს, რომ არის ნებისმიერ კონკრეტულად ზოგადი არ არის, ეს არის მინიმალური სტანდარტის დაცვა. რაღაც ნებისმიერ რომელსაც მე გავშვი ვაში, ხოჩში, ვაში და ხოჩ, შრომის ურთიერთობასთან უადარებ დაიგივებ, ეს არის ჩემი რესურსი. ინტელექტუალური შეიძლება ვაში და მსხალი, ეს არის ადამიანის შეძია. შრომის კონკრეტულად ადამიანი არის. მე ხო გამოტოვე ესას რომ შვიდ ვითარებაში გამოდგას თავის მოსაზრება. თუ დამაცდის აზრის გამოწვევა შვიდ ვითარებაში, მაგრამ თუ კი ჩამერთვებით ახლა ყველა სიტყვაზე. ამ წუთში თქვენ ჩამერთეთ. არა, იყო საუბარი რომ თუნდაც ევროპაში ასე არ ხდება, იქ სადაც პროფკავშირებია, იქ არის დასაქმების დაბალი ხდება და სადაც ხდება ძალიან სულ. მე გეუბნებით რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი დისკრიმინაციული დასაქმებულის მიმართ კანონმდებლობა, როგორიც არის საქართველოში. კერძოდ, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის ისეთი შრომის ზოგან კი ბატონო შრომის კოდექსი საერთოდ არ ქვია, მაგრამ სხვა აქტები არის, რომელიც არეგულირებს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის ურთიერთობებს, ხო? არც ერთი ამ ქვეყნის კანონმდებლობით არ აქვს დამსაქმებელს უფლება ნებისმიერ შემთხვევაში ყოველგვარი წინასწარი მოტივაციის, გაფრთხილების, მიზეზის გარეშე დასაქმებული ნებისმიერ დროს გაუშვა სამსახურიდან. ესეთი ანალოგი არ არსებობს. გვაქვს საქართველოს კანონმდებლობაში. როდესაც ამის უფლება აქვს დამსაქმებელს, როცა ასეთი უფლება აქვს დამსაქმებელს, ეს ნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობებზე აქვს საუბარი, აქ უკიდეგანო თავისუფლება და შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. ნებისმიერ დროს ყველაზე მაქსიმალური დარჩება მოხდეს, როცა მე ადამიანი მოკვლობაზე არა, მე ვაკავებ შრომით ურთიერთობებში. მაქსიმალური შრომით ურთიერთობებში დამართოს. გეუბნებით, მაქსიმალური შრომით ურთიერთობაში აშერება მოხდეს, რომ სამსახურიდან დაგიშვა დამსაქმებელმა. ხო, სხვა ამაზე არანაირი პროცედურა არ არსებობს, ეს არის უმარტივესი რაღაცა. ნებისმიერ დროს დამსაქმებელმა შეიძლება გამოიყენოს. არ არის აქ საუბარი, აქ არის მინიმალური უფლებები. 21 საუკუნეა ადამიანის საქმეში. მაგარი არგუმენტია. 21 საუკუნე საუკუნის მეორე ნახევრის ზუსტად იგივე. კი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრში არსებობდა ეს საერთაშორისო სტანდარტები და ის კი, მეორე საუკუნის მეორე ნახევრში ამა კოდიფიცირებული სახე მიიღო. ეროზონის დონეზე უბრალოდ მე გვექნება და ჯერ არა გვაქვს. ჯერ ჩვენ გადაცემა. ეკონომიკის განვითარება ეხლა საქართველოსთან მოგიყვანოთ მაგალითები სოციალური პარტნიორობის შედეგებისა. საქართველოში არსებობს ასეთი საწარმო, გაიგიათ, რუსთავის აზოტი, ხო?
იქ არსებობს პროკავშირული ორგანიზაცია აზოტი დაახლოებით 60-70 წელი აშენებულია და მინდა გითხრათ რომ აი მთელი ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებით კი ბოლო 20 წელიწადში როდესაც უფრო დაძაბულია სოციალური ფონი საქართველოში არ მოხდა არც ერთი გაფიცვა და ეს რატომ და ამ ფონზე რეები ხდება აზოტში მეგეთქვით ყოველთვიურად 60 ადამიანი აბსოლუტურად უსასყიდლოდ უпроსტად ადმინისტრაციის ხარჯებით ყოველთვიურად 60 ადამიანი მიდის ხალხობაში და იკაჟებს სხეულს 6 დღე დამატებული აქვთ ადამიანებს კუთვნილ შეულებაზე რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით მავნე პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმები ანუ როდესაც მოხდება საწარმო შემთხვევა აუცილებლად აი ამ საწარმო შემთხვევის კვლევის პროცესში ჩართულია დასაქმებული და წარმომადგენელი ანუ ამ შემთხვევაში პროკურორის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი რომელიც საშუალებას არ აძლევს ადმინისტრაციას აქტი გააყალბოს ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ 1 სექტემბერს არის ხოლმე სოციალური დახმარებები იმ ადამიანებზე ვინც არიან მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლები რათა 1 სექტემბერს მათ შვილებს უყიდონ დაუშვათ სასკოლო სახელმძღვანელოები ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე თუ ეროვნულ დღესასწაულზე ეს იქნება დამოუკიდებლობის დღე ახალი წელი თუ მარიამობა და ასე შემდეგ საშუალოდ არის ხოლმე 50 ლარიანი ფინანსური საჩუქარი ყველა დასაქმებულისთვის და ასე ძალიან ბევრი კოლექტიური ხელშეკრულებაა გაფორმებული პროკურორსა და ადმინისტრაციის შორის და ამით რეგულირდება ურთიერთობა. ეხლა მე შეკითხვას ვსვამ განა რას აგებს ადმინისტრაცია იმით რომ ყავს ჯანმრთელი დასაქმებული მეკითხები შრომის ერთი წამი დროებითი შრომის უნარობა მინიმუმამდეა დაყვანილი საწარმო შემთხვევების დროს მხისიერად ხდება ამ ადამიანების მკურნალობა ძალიან ხარისხიანად და ყველანაირი შეღავათია მათთვის და მინდა გითხრათ რომ 2011-2006 წლიდან მოყოლებული სამჯერ მოხდა ხელფასების მომატება 20% და 2011 წლის გაზაფხულზე მოხდა 20% ასევე ხელფასების მომატება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ წლის ბოლომდე ეცდება კიდევ ასეთი დოზით მოამატოს ხელფასები და მე მინდა განაცხადო რომ ეს არის სოციალური პარტნიორობის შედეგი, როდესაც აი ურთიერთობებით კმაყოფილი ადმინისტრაციაც კმაყოფილია დასაქმებულად. თქვენ ამ კითხვით გინდათ რომ სურათი დახატოთ ისე თითქოს მე როცა რაღაცებს ვამტკიცებ ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგები ეს ხო აბსურდია აქ საუბარი არის იმაზე შესაძლებელია ხო ასეთი რაღაც ხო ცხადია ის არის კონკრეტული ინვესტორი რომელიც აკეთებს თქვენ გინახეთ კიბისი ბანკის თანაშრომელი დაფიცულიყვნენ ან რომელიმე ბანკის თანაშრომელი დაფიცულიყვნენ ან გინახეთ რაღაც სიტუაციაზე Apple-ის ან Microsoft-ის თანაშრომელი დავიცებთ აქ საუბარი არის იმაზე ბანკში საქართველოს ბანკში McDonald's-ს კანონებია ნუ არ მე არაფერს არ თუ არ იფიცები ყველა აკეთებს რომ ყველგან უნდა იყოს ფანტასტიკური პირობები. მე ვამტკიცებ ძალიან მარტივ რაღაცას და მე ვამტკიცებ ერთადერთ რაღაცას. მე ვამტკიცებ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი უმუშევარი. ჩვენ უმუშევრობის საკმაოდ ოფიციალური მონაცემები გაქვს 18%. რეალური უმუშევრობა კიდე შეიძლება ცოტა უფრო მაგალ გააჩერა როგორ დავიტვით, ხო? ამ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ ბევრი ინვესტიცია. ჩვენი ეკონომიკის ზრდის და ამ ხალხის დასაქმების ერთადერთი საშუალება არის თავისუფალი კაპიტალი. რომ ეს მოვიზიდოთ. ამ თავისუფალი კაპიტალი მიედინება იქ, სადაც არის ნაკლები რეგულაციები. აქ შემოვა კაპიტალი ისეთი როგორცაც თქვენც მოგწონთ, მეც მომწონს და ბევრს მომწონს და ზიაცაც მოწონს და შემოვიდა სხვა ტიპის კაპიტალი. აქ საუბარი იმაზე კი არა რომ მაიზამის ხარ თქვენ კიდევ ყველა სამსახური ეგეთი უნდა იყოს. მე უბრალოდ იმას ვამტკიცებ რომ ვიღაცა თუ თავისი ნებით მიდის და ამაზე უარეს პირობებზე თანხმდება, ეს არის მისი კერძო პასუხისგებლობა. ამაზე არის საუბარი და არა იმაზე რომ ეს არის ცუდი. ცხადია ეგ კარგია, რომელიც მიოსამები თუ ჩვენთან ჩვენ ეკონომიკაში იქნება ისეთი სამუშაოები როგორიც არის მაგალითად შვედეთში. რომ ყველგან იყოს ესეთი პირობები. ფანტასტიკურია. კაში, სად არის ეგ ხო არ ხდება. არც იქნება ერთ უმოსახლეზე არის ძალიან ცოტა. ჯერ 20 ჯერ უფრო ნაკლები არის ვიდრე არის ევროპაში. ჩვენ ხო გვინდა რომ გავიზარდოთ. ჩვენი ერთადერთი გზა გადის არის ეს თავისუფალი კაპიტალი მოვიზიდოთ. ამაზე არის საუბარი. არაფერი არ დავარღოთ, უნდა მოვიზიდოთ. მოვიზიდოთ, მაგრამ მისაული სამუშაო. არა, პრობლემა რომ წავიდეს სადღაც და იმუშაოს თქვენ მიდიხართ ნუ ეს არის უღირსი სამუშაო. აქ როგორ შეიძლება მუშაობა და დავა ეხა გაიფიცე და მოდი ეს კი. არა, მე სიტყვაზე ზოგადად პროფესიონალის მუშაობის სპეციალისტი. ეს თქვენ უტრირებული ვარიანტია. ეს კითხვა სინამდვილეში. კითხვა ეს საუბრობთ მაგალითად როგორ შეიძლება მითანაშრომლოთ. ფანტასტიკურია რომ ჩვენი ეკონომიკა გაზდით უკვე ისე ძლიერი. რომ კონდეს სულ ეგეთ სამუშაოებია და სამუშაო არა ვარ და ვერ გავიზრდით თუ ესეთი მიზნებს გავაგზავნეთ. ამ ვიწრო გაგებაში მომიხარშებით სოციალური უზრუნველყოფა ადამიანების სოციალურად ღირსეული დასაქმება და ასე შემდეგ სხვათა შორის დიდწილად უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას ყველანაირი კუთხით. ლენთან არ მივდივართ. იცოდეთ ერთი რამე რომ
ადამიანები, რომლებიც მუდმივად არიან უფლება შელახულები, ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებას შეულახავენ, არა, ერთი წამსვლა, კონსტიტუციურ უფლებას, გაფიცვის უფლებას შეულახავენ, ასე შემდეგ, იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანები სამოქალაქო საზოგადოებას ვერ აწოდეს, ვერ ააშენება და ერევალის აღმოჩნდებიან. ასეთი ადამიანები ყოველთვის აღმოჩნდებიან 20 ლარის ფასად იგორ გიურგაძის მიერ მოწყობილ მიტინგებზე და კიდევ სხვების. იცოდეთ ერთი რამე რომ სახელმწიფო მოქალაქეზე ამ ადამიანებს რომლებიც გაიფიცნენ ქუთაისში ამათ უნდა ქონდეს ალტერნატიული სამუშაო ადგილი რომ ამ ინვესტორს ევაჭრონ თუ არა ამიყო სამსახურში წავალ და აქ ვიმუშავე ხო უნდა ქონდეს ეს საუკეთესო მოდის თავისუფალ კაპიტალზე ხონა გარმოდი მე ვერ გავაკეთებ თქვენ ვერ გააჩენთ ვერც მე თქვენ ვერ გააჩენთ ვიღაცა უნდა მოვიდოს და თავის პული უნდა გარისკოს ამაზე ეს საუბარი ის რომ მოვიდეს იმას უნდა მიწეს მაქსიმალურად სამუშაო ადგილი რა თქმა უნდა ინვესტორი რისკავს ყოველთვის, რა თქმა უნდა მუშაც რისკავს, როდესაც იღებს არჩევანს. თავის სიცოცხლით და ასეთ რისკავთ და ეგ ძალიან ცუდად არის ეს კაბელები. თავარი იყოს თქვენ არ გარისკოთ, იმიტომ რომ ყველა კაბელი აბსოლუტურად სწორად არის გამართული მან. და რა თქმა უნდა ჩვენ დღევანდელ დისკუსიაში არც გქონია მცდელობა რომ რაღაც ერთ-საერთო ნიშნულთან მივსულიყავით, ძალიან რთულია ამის მიღწევა სადისკუსიო მაგიდასთან, სადაც საუბრობდნენ თინა თინავალიანი, ზურაბ ჯაფარიძე, თამაზ დოლაბერიძე და რაისა ლიპარტელიანი. დიდი მადლობა თქვენ რომ მიიღეთ ამ დისკუსიაში მონაწილეობა და რა ვიცი, მგონი რომ დღეს მაქსიმალურად მოვახერხეთ ის რომ თქვენთვის ნათელი ყოფილიყო ის პოზიციები თუ როგორ უყურებს სხვადასხვა მხარე აი ამ პრობლემას, რომელიც ძალიან თვალსაჩინო გახადა ქუთაისელ მეტალურგთა გაფიცვამ. არის თუ არა ეს პრობლემა, თავისთავად რა თქმა უნდა. ამაზე შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ ფაქტია ის, რომ მუშები გამოვიდნენ გაფიცვაზე, ბევრი მათგანი იძულებით დააბრუნდა სამუშაოზე, ბევრი ნებით დაბრუნდა, მაგრამ დათქმებით, ბევრი დარჩა უმუშევარი, ბევრი არა რამოდენიმე, მაგრამ დარჩა უმუშევარი და დღეს აქ საუბრობდით იმაზე, რომ რისკავს ინვესტორი, საუბრობდით იმაზეც, რომ რისკავს მუშა, უბრალოდ თავარი არის, რომ ამ რისკის შედეგად შეიქმნას ისეთი შრომითი გარემო ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ სახელმწიფოში, რომ კონდეს ფასი შრომას. ხო, 50 თვეში ყველას. კარგი იქნება. ალბათ მაგამდეც უნდა მეგვიდეთ ყოველ შემთხვევაში თქვენ მაინც უნდა შექმნათ ასეთი სამუშაო ადგილები, რასაც პროფკავშირებს თავაზობთ იგივეს. დიდი მადლობა კიდევ